ეხლა ოფიციალურად ისრაელი და ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის მდგომარეობაში არიან, მაგრამ აქ უკვე ნამყოფები ვართ. წინა ცეცხლის შეწყვეტის დროს დინამიკა ასეთი იყო. ჰეზბოლა წყვეტდა ცეცხლს, ხოლო ისრაელი აგრძელებდა სროლას. მაგრამ ეხლა ესე არ არის. ვხედავთ, რომ ჰეზბოლა აგრძელებს თავდასხმებს ისრაელის ძალებზე და ისრაელის ჩრდილოეთის სასაზღვრო თემებზე. რა შეიცვალა ჰეზბოლას მხრივ? ეს ზავი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის მცხოვრებლებმა დაარქვეს ზავის ომი. ანუ ჩვენ ვართ ომში, სრულ ომში ჰეზბოლასთან. და დღეს ეს არის პირველი შემთხვევა დიდი ხნის შემდეგ, როცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ლიბანში საზღვრიდან 150 კილომეტრში სამიზნეები დაარტყეს. ეს ახალი რამეა. და ფიქრობ, რომ ეს არის გზა. ეს არის გაფრთხილება ჰეზბოლასთვის, რომ თუ ის გააგრძელებს ჯარებზე მუქარას და რა თქმა უნდა მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოვებას, მაშინ ისრაელს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ უფრო რადიკალურად ჩაერიოს ლიბანში. და ეს ნიშნავს ჩვენს ძალთა უფრო მასშტაბურ შეჭრას, სახმელეთო შეჭრას ლიბანში, კონკრეტული და ელიტური სამიზნეების, ასევე ლიდერების სამიზნედ ამოღებას ლიბანში. მაგალითად, როგორც წარსულში გავაკეთეთ, და ამ დრომდე ამას არ ვაკეთებთ. იმიტომ რომ არსებობს ამერიკული დიქტატი, რომ კონფრონტაცია ბეირუთსა და სხვა რეგიონებზე არ გავაფართოთ. გულისხმობ, რომ უბრალოდ ისრაელი ნელ-ნელა იქ წინ მიიწევს და ჩვენ ვიცევთ წინ. ჩვენ ჯერ დახიაში არ ვართ, მაგრამ წინ წავიწიეთ ბექაას ველზე, ლიბანის ჩრდილოეთ ნაწილში და ჰეზბოლამ ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა იგრძნოს. როგორც ვთქვით, ჩვენ ომში ვართ. ეს არის გამოფიტვის ომი. და სწორედ ეს უნდა ჰეზბოლას. სურს, რომ ისრაელის ჯარები ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე იყვნენ შეზღუდულნი. და ეს ტერიტორია შეერთებულმა შტატებმა განსაზღვრა, ასევე თქვეს, რომ ლიბანში 10 კილომეტრზე შორს არ შევიდნენ. და ამის გამო და ასევე ჰეზბოლას გაგების გამო, რომ ისრაელი ემორჩილება და ექვემდებარება ვაშინგტონის ზეწოლას და იმის გამო, რომ მათ მიაჩნიათ ირანს წარმატება აქვს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში, ისინი თავს უფრო გაბედულად გრძნობენ და უფრო აგრესიულად მოქმედებენ ისრაელის წინააღმდეგ. და როგორც ნაიმ ნეთანიაჰუმ თქვა თავის ბოლოს სიტყვაში, ეს ან მოწამეობა იქნება, ან გამარჯვება. ასე რომ შეუძლებელია ამ ორ შორის რაიმე შეთანხმება. ეს მათი გადაწყვეტილებაა. და ეხლა ეს გადაწყვეტილება ასევე სხვა ფაქტორების მიხედვითაც მიიღება. და პირველი ფაქტორი, რაც ჰეზბოლას აქვს მხედველობაში, არის როგორ დაამხოს ეს თავრობა, როგორ დაამხოს ლიბანის თავრობა და ეს პირდაპირ მუქარაა. თუ გააგრძელებთ მოლაპარაკებებს ციცლებთან, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ჩვენ ამას ქუჩაში გადავიტანთ. ეხლა მივალთ კასემის ამ ძალიან უჩვეულო მუქარაზე, მაგრამ თქვენ შეეხეთ აშშ-ს და ირანს შორის მოლაპარაკებებს. ეხლა იქნება თუ არა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა ამ შეთანხმებაში გათვალისწინებული. სიტუაცია მაინც ისეთი დარჩება, რომ ისრაელის ძალები ადგილზე იქნებიან. და ჰეზბოლამ დაიფიცა, რომ სანამ ისრაელის ძალები დარჩებიან, ისინი შეტევას გააგრძელებენ. და ისრაელის ძალები იქ დარჩებიან მანამ, სანამ ჰეზბოლა განიარაღებული არ იქნება, რაც შეიძლება წლები გაგრძელდეს. და ეს არის რამე, რასაც ისრაელის თავდაცვის ძალები გაუძლებენ, დარჩებიან ამ ტერიტორიაზე სამხრეთ ლიბანში და გააგრძელებენ ჰეზბოლას თავდასხმების ატანას. გულისხმობ, ეს თითქოს გვაბრუნებს იმ რეალობაში, რაც იყო 2000 წელს განხორციელებულ გაყვანამდე. იცით, გულწრფელად რო ვთქვა, ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილებით, ლიბანში არ ვფიქრობ, რომ ეს 5 ან 10 კილომეტრიანი უსაფრთხოების სარტყელი მოგცემს იმ უსაფრთხოებას, რაც ლიბანში გვჭირდება. ჩვენ გავანადგურეთ 29 სოფელი. პირველ ხაზზე, მეორე ხაზზე, მესამე ხაზზე. ეხლა ჩვენი კონტროლის ქვეშ 68-ზე მეტი სოფელია, რომელთა უმეტესობა განადგურებულია. ასე რომ ჩრდილოეთის დაცვა შეიძლება განხორციელდეს ჩვენი საერთაშორისო საზღვრებიდან უსაფრთხოების ზომებით ლიბანის შიგნით. მაშ, საერთოდ რატომ გჭირდება უსაფრთხოების ზონა? ზუსტად ესეა. ეს ფაქტობრივად მუქარაა. მუქარა ლიბანელებისთვის. ეუბნებიან მათ, კარგი რა მოხდა იმ სოფლების ოკუპაციის დროს. თითქმის 1 მილიონი ლიბანელი ჩრდილოეთისკენ გაიხიზნა.
და ეხლა ჩვენ კონცენტრირდებით ნაბატიაზე და ტივზე, რაც ნიშნავს, რომ კიდევ 250,000 ლიბანელს უბრალოდ ჩრდილოეთისკენ მოუწევს წასვლა. და ეს ქმნის ზეწოლას მთავრობაზე და ასევე ზეწოლას ჰეზბოლას. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ეს უსაფრთხოების ზონა უფრო ზეწოლის ტაქტიკაა, ვიდრე უსაფრთხოების აუცილებლობა. როგორც თქვენ თქვით, ჩვენ გქონდა ეს გამოცდილება 1982 წლიდან 2000 წლამდე. და დიდად არ დაგხმარებია. ანუ ჩვენ ჰეზბოლას სამიზნეები გავხდით. და ფაქტობრივად ჩვენ თავად შევუწყეთ ხელი ჰეზბოლას იმათ გადაქცევას, რაც გახდა ისრაელის თავდაცვის ძალებთან დაპირისპირებისა და სამხრეთ ლიბანის ომის გამო. ასე რომ ეს ფაქტია, ეს გამოცდა. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა საჭირო ზომა ჩვენი დაცვისთვის და თუ თქვენ აყენებთ არმიას ლიბანსა და ჩრდილოეთის სოფლებს შორის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ არმია და სოფლები იგივე პოზიციაში ჩვენი საერთაშორისო საზღვრის უკან. მაგრამ ეს როგორც თქვი, ბარათია, რომელსაც ვიყენებთ იმისთვის, რომ ზეწოლა მოვახდინოთ და მივახციოთ პოლიტიკურ გადაწყვეტას ლიბანის მთავრობასთან. და ეხლა უნდა შევეხო ერთ საკითხს, რაც ადრე თქვით. თითქოს ამ მოლაპარაკებების მიზანი ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაცია იყოს. ლიბანელები ამაზე არ საუბრობენ. ლიბანელი მოლაპარაკეები ლიბანის პრეზიდენტთან ერთად საუბრობენ ისრაელის გაშლაზე მოლაპარაკებაზე, სამხრეთის აღდგენას. არც ერთი სიტყვა ნორმალიზაციაზე ან უსაფრთხოების შეთანხმებაზე ისრაელთან არ თქვულა.